დღეიდან ექიმს შეუძლია დანიშნულება ელექტრონულად გასცეს. ჯანდაცვის სამინისტრომ ელექტრონული რეცეპტების პროექტი დაიწყო. უწყების ინფორმაციით პირველ ეტაპზე პროგრამაში გარკვეული სააფთიაქო ქსელები და ჯანმრთელობის ცენტრები ჩაერთვებიან. დროთა განმავლობაში კი ელექტრონული რეცეპტის პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს. რა სარგებელს მოუტანს საერთო ცენტრალიზებული სისტემა ფარმაცევტს, ექიმსა და მომხმარებელს და როგორ მოხდება პაციენტისთვის დანიშნული მედიკამენტის მიღება. დეტალებით მარიამ სეთურიძე და გიორგი კიკვაძე. აფთიაქში მედიკამენტის შესაძენად მისულმა პაციენტმა კარგახნის ძებნის შემდეგ რეცეპტი ვერ იპოვა და ფარმაცევტმა წამალი არ მიჰყიდა. მსგავსი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ჯანდაცვის სამინისტრომ ელექტრონული რეცეპტების პროექტი დაიწყო. დღეიდან ექიმს შეუძლია დანიშნულება ელექტრონულად გასცეს, რისი მეშვეობითაც პაციენტი აფთიაქში მედიკამენტს მიიღებს. ეხლა უკვე შესაძლებელია დანიშნულება გამოეწეროს ექიმის მიერ და პაციენტი ამ დანიშნულების საფუძველზე პირდაპირ მიდის აფთიაქში. იყო ხშირი შემთხვევები, როდესაც პაციენტი ან კარგავდა რეცეპტს, ან იძენდა რამოდენიმე ტაბლეტს და ფორმა 3 გამოწერილი იყო 6, მიუხედავად იმისა, რომ გამოწერილი იყო 6 თვით, 1 თვის შემდეგ ის ისევ განმეორებით აკითხავდა ექიმს. რეცეპტიც დაკარგვაც ბევრი იყო, ბევრი სანერვიულო იყო და ეხლა პირდაპირ წახვალ და პირადობას მიიტანდა, უფრო გაგვიადვილდება ეს ყველაფერი. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ელექტრონული რეცეპტი არის ცენტრალიზებული სისტემა, რომლის გამოყენებასაც ექიმი, პაციენტი და სააფთიაქო დაწესებულება ერთდროულად შეძლებენ. დავით სერგეენკოს თქმით, ყველა სამედიცინო ჩანაწერი ეტაპობრივად ელექტრონულ ფორმატზე გადავა, თუმცა მანამდე ახლის პარალელურად რეცეპტის გაცემის ძველი, აქამდე არსებული სისტემა შენარჩუნდება. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ახალი პროექტი ხარისხის კონტროლის მძლავრი ინსტრუმენტი იქნება და გააკონტროლებს იმ ექიმებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში პაციენტს ზომაზე მეტ მედიკამენტს უნიშნავენ. ელექტრონული რეცეპტი საშუალებას გვაძლევს იმას, რომ ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ხარვეზი ჩვენი კლინიკური ჯანდაცვის, რომ ზოგიერთი ექიმი ზომაზე მეტ და ჯერადობით მეტ მედიკამენტებს უწევს პაციენტებს, ამის კონტროლის და ასეთ ექიმებთან კოლეგიალური ინტერაქციის და არა მხოლოდ ადმინისტრაციული ინტერაქციის მძლავრი ინსტრუმენტი იქნება ჯანდაცვის სამინისტროსაც. ელექტრონული რეცეპტების პროგრამა სატესტო რეჟიმში 2016 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა და უწყების თქმით, ამ დროისათვის სისტემაში არსებული ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია. რამდენიმე დაწესებულება იყო სამედიცინო ჩართული ამ ტესტირების პროცესში, რამდენიმე აფთიაქი იყო, სააფთიაქო ქსელიც ჩართული ამ პროცესში, წარმატებით გაიარა. რა თქმა უნდა, ტესტირების პროცესში იქნა გარკვეული ტექნიკური ხარვეზებიც აღმოჩენილი, სწორედ ამას ითვალისწინებდა ტესტირების ფაზა. პროცესი დაიხვეწა, ბიზნეს პროცესი და შესაბამისად ის ხარვეზები, რაც ახდა, ასე ვთქვათ, სისტემას, ის გამოსწორდა. პროგრამის პირველ ეტაპზე გარკვეული სააფთიაქო ქსელები და ჯანმრთელობის ცენტრები არიან ჩართული. დროთა განმავლობაში კი ელექტრონული რეცეპტის გაცემის პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს. ფარმაცევტების თქმით, ეს პროექტი აფთიაქებში რიგებს შეამცირებს და ექიმის გაურკვეველი ხელწერისაგან შექმნილ გაუგებრობასაც მოხსნის. ადვილდება მომხმარებელსა და ფარმაცევტს შორის ურთიერთობა, მოითხოვს მხოლოდ და მხოლოდ ინტერნეტს და შესაბამისად აფთიაქში რიგებით შემცირდება და მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული ხდება მომსახურება. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ პაციენტის პირადი მონაცემები დაცული იქნება და მისი ნებართვის გარეშე ექიმის გაცემულ დანიშნულებებს ვერავინ ნახავს. ამ ეტაპზე სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია, თუმცა სავარაუდოდ შემოდგომაზე სავალდებულო გახდება. ჯანდაცვის სფეროში გადადგმული შემდეგი ნაბიჯი კი სამედიცინო ისტორიისა და სრული კვლევების ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა იქნება.